პროდუქცია ხარისხიანი რომ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს ალტერნატივა, იმიტომ რომ ამის გარშემო შეიძლება უნდა იყოს შეჯიბრი ვინ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციას უშვებს და ვინც რომ მაღალ ხარისხში რეალებს. თვითონ ხარისხიანი პროდუქცია რომ შეიძინოს, შენს ხარისხიანი ცოდნა უნდა გქონდეს. წინასწარ შემთხვევაში ვერ გაარჩევ ხარისხიანია თუ უხარისხო. როდესაც ადამიანს თავაზობ ხარისხიან პროდუქციას, დობის ფაქტორი დიდი უნდა გქონდეს. ხარისხიანი პროდუქციის გამოშვები ცხოვრების სტილით უკვე დიდი დონის ადამიანის და ბიზნესმენის და იმის იმიჯი გაქვს. ხარისხი, ადამიანი, ცხოვრების სტილი, ტექნოლოგიები ძალიან ერთმანეთში უნდა იყოს გაერთიანებული, თუ გინდა რომ ისტორიულად ამ ქვეყანაში სწორი ნაბიჯებით იარო და სწორი ცხოვრებით იცხოვრო. ეს არის ხარისხი.